მოგესალმებით მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრესის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. მე შესაძლოა ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარია მუსიკოსი გიგა მიქაბერიძე, რომელიც სიამოვნებით მოგბრძანდა ჩვენ სტუდიაში. მოგესალმები გიგა და დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისათვის. მშვიდობისა. მივესალმები ასევე ჩვენი ჟურნალისტების გუნდს, რომელიც ტრადიციულად დაკომპლექტებულია მეტად აქტიური ჟურნალისტებით საღამომშვიდობისა. იმედი მაქვს დღეს მეტად საინტერესო დიალოგი წარიმართება თქვენ შორის, თუმცა სანამ საუბარს დავიწყებდეთ, ძალიან მოკლედ გავიცნოთ ჩვენი დღევანდელი სტუმრის ბიოგრაფიული ცნობები რუბრიკაში დოსიე. გიგა მიქაბერიძე დაიბადა თბილისში 1976 წლის 6 ივნისს. სწავლობდა ჯერ თბილისის მე-60-ე, შემდეგ კი 102 საშუალო სკოლაში. ბავშვობიდან აინტერესებდა და ეცნობოდა ქართულ ფოლკლორს. გარკვეული პერიოდის მანძილზე გალობდა სიონის ტაძარში. მუსიკალურ სასწავლებელში არ უვლია, იღებდა გაკვეთილებს კერძო მასწავლებლებისგან. სწავლობდა ჯერ ფორტეპიანოზე, შემდეგ კი 7-სიმიან გიტარაზე დაკვრას. მისი საყვარელი ჯგუფები იყვნენ ბიტლსი და ქვინი, მოგვიანებით გაიტაცა ნირვანას მუსიკამ. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში ჩამოაყალიბა ჯგუფის სახელწოდებით Overbalance. თავად იყო ვოკალისტი და უკრავდა გიტარაზე. ჯგუფის მუსიკალური მიმართულება იყო გრანჯი და პანკ-როკი. 4 წლიანი არსებობის შემდეგ ჯგუფი დაიშალა, გიგამ კი სოლო კარიერა დაიწყო. 1999 წელს გამოუშვა პირველი ალბომი, რომელსაც თავისი ექს-ჯგუფის სახელი Overbalance უწოდა. 1 წლის შემდეგ 2000 წელს გამოდის გიგა მიქაბერიძის მეორე ალბომი სახელწოდებით გავტეხოთ ღამე. ამ ალბომში ჭარბად იყო გამოყენებული გაგა ნახუცრიშვილის პოეზია. მუსიკალური თვალსაზრისით კი ეს იყო საინტერესო მცდელობა ფოლკლორისა და ალტერნატივის სინთეზის. საერთოდ მუსიკას და ტექსტებს ან თავად წერს, ან ამუსიკალურებს ცნობილი ქართველი პოეტების ცნობილ ლექსებს. მეორე ალბომის გამოცემის შემდეგ დაიწყო ზრუნვა ვიდეო პროდუქციაზეც და გადაიღო პირველი კლიპი სიმღერაზე რაღაცა მთავრდება. მეორე კლიპისთვის სპეციალურად შეისწავლა ანიმაციური პროგრამა და თითქმის თავად შექმნა ანიმაციური ვიდეო, სიმღერაზე სხვა პოეტი ვერ მოგიწვნის. ბოლო 3 წელია მუშაობს პროდიუსერთან ერთად. 2002 წელს გამოვიდა მისი მესამე ალბომი სახელწოდებით პირამიდები. 1 თვის წინ გიგა მიქაბერიძის ალბომების სია შეემატა ახალი, მეოთხე ალბომი. უახლოესი მომავლისთვის იგეგმება მისი სოლო კონცერტი. ძირითად დროს ატარებს საკუთარ მინი სახლის სტუდიაში, სადაც მუშაობს ახალ კომპოზიციებზე. მეუღლის გაშორებულია, ყავს 9 წლის გოგონა. ძალიან მოკლედ სწორედ ასე გამოიყურება ჩვენი დღევანდელი სტუმრის გიგა მიქაბერიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია და მე ბრძოლას 6-1-ის წინააღმდეგ თუნდაც პირიქით 1-6-ის წინააღმდეგ დაწყებულად გამოვაცხადებ. პირველ შეკითხვას ლალიფაცია დასვამს. ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები მოგესალმები გიგა. რაც მეჩვენება და ალბათ ასეც არის, შენი შემოქმედება რაღაც ორ ეტაპად არის დაყოფილი. არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ქვედინებები აქვს, რომელზეც შეგიძლია შენ თვითონ საუბარი. ესე იგი, პერიოდი, როდესაც შენ მუშაობდი აბსოლუტურად დამოუკიდებლად და როდესაც მეორე პერიოდი, როდესაც დაიწყე მუშაობა პროდიუსერთან ერთად. მე მეჩვენება, რომ აი ეს პირველი პერიოდი იყო საკმაოდ სერიოზული შენ შემოქმედებაში. ეხლა მეორე პერიოდი მარტივია, მეთქი ვერ ვიტყვი. გაპაფსა ვიკდა მეთქი გიგა, იმიტომ რომ ინტელექტუალი ხარ და ეს არ მოხდება, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი ამ ჩემს ნათქვამთან დაკავშირებით მაინტერესებს შენი მოსაზრება. არის თუ არა ასე ეს ყველაფერი? იყო ის სერიოზული და ეს ნაკლებად რაღაცა სიმარტივე შეიტანე შენ და იქიდან გამომდინარე, ჩემი აზრი ესეთია, მოკლედ რომ გითხრათ, იქიდან გამომდინარე რომ აი ეს მეორე ეტაპი, რასაც დაარქვით, თქვენ კლასიკოსებზე მაქვს ხო? პოეტებს გულისხმობა აგებული, არ შეიძლება რომ სერიოზული არის. ხო, მე გითხარი კიდეც რომ ინტელექტუალი ხარ მეთქი და ეს არ მოხდება. ხო და აი არ ვიცი, ალბათ მუსიკალურ ჟანრს თქვენთვის ის უფრო ღირებული იყო ის პერიოდი, ვიდრე ვთქვათ, არ ვიცი რა, ვინმესთვის სხვა ადამიანისთვის. თქვენ ფიქრობთ რომ აი ეს უფრო მძიმე იყო ჟღერადობით ან მნიშვნელოვანი, ალბათ აი ეს მუსიკის თვალსაზრისით. არა, მე არ ვფიქრობ ესე. იქიდან გამომდინარე რომ მარტო მხოლოდ იმიტომ რომ ვარ ტყუპები, არ მიყვარს ერთფეროვნება. აი თუნდაც მეკითხებიან რომ რა
მიმართულებაში მუშაობ ვაფშე ვერ გაგვიგია მე და მე ვუთხარი რომ აი Queen-ი იცი რა მიმართულებაა ჯაზიც არის აი ბლუზიც არის ხო ძიმე როკიც არის ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს აი ეს ესე იგი შენი მუსიკა არის მრავალფეროვანი შენ თვითონ ასეთ მე მიყვარს მრავალფეროვნება და აქედან გამომდინარე ხასიათის მიხედვით მუზის მიხედვით მუშაობ ხოლმე და ეხლა არ შეიძლება რომ რაღაცა ერთში ჩავიციკლო ჩემი ნატურიდან გამომდინარე და აი და თვითონ მუშაობის პროცესი აი პირველ ეტაპზე პირობითად ჩემს მიერ დაყოფილ რაღაცა ეტაპზე რომელი უფრო საინტერესო იყო ის თუ ეს როცა შენ დამოუკიდებლად ჩემთვის საინტერესო არის ორივე ეტაპი ჩემთვის საინტერესო არის ყოველი ეტაპი რასაც შეიძლება დავარქვა ზრდა. კარგი, მადლობა. დიდი მადლობა, შემდეგი კითხვა, რომელსაც დასვამს. არავის არ უნდა მეგონი დღეს კითხვებს დასმა. ნანა არჩვაძე, ჟურნალი ელიტარული ქრონიკა. თავიდანვე მინდა გამოხატო ჩემი სიმპათიები გიგას მიმართ. ალბათ იმიტომ, რომ ერთ-ერთი ინტელექტუალი, ანუ ქართულ მუსიკალურ სივრცეში მართლაც არის სიტყვებს შეუერთდები და ინტელექტუალია. მუსიკას გვერდზე რო გადავდოთ და საერთოდ ნუ კარგი პრესპრესია ხო საკმაოდ გიგას ანუ შენ როგორც ამბობ ეს ზრდა არის გაიზარდე ახალგაზრდობაში ესე დავყოთ მაშინ ახალგაზრდობაში შენ უსმენდი ძიმე როკს ალტერნატივას ნუ ნირვანას ახლა რას უსმენს აი მაინტერესებს იცი როგორ არის იმას რასაც უსმენდი თქვა ბავშვობაში ხო ნირვანას არასდროს არ ვიტყვი რომ ეს ჯგუფი თქვა იყო ცუდი ხო უბრალოდ შეიძლება რაღაც პერიოდი არ მოусმინო და ეს ეხლა ამჟამად უსმენ იმას რა ჟანრსაც ეხლა ვაკეთებ ეს ჯაზ ჰაუს ბრიტ პოპს და ძალიან ბევრ რაღაცას უსმენ სიმართლე გითხრა გიგა ერთი კითხვა ეს ლალის მიერ დაყოფილ ეტაპებს შორის და 3 წელი ანუ ჩვენ უკვე თანამშრომლობ მამკაკონთან ხო ცვლილებას ნუ ცხადია არის ცვლილება და ეს ალბათ ბაზრის მოთხოვნია ყველაფერი გათვალისწინებულია თუმცა მაინც საინტერესო ერთი რამ რას არ გააკეთებ რაც არ უნდა იყოს რაზეც არ უნდა იყოს მოთხოვნილება აი რაც გაიყიდება კარგად თუნდაც აი ეს ალბომი აი რას არ გააკეთებ რასაც არ მოკიდებ ხელს არასდროს პირველ რიგში ჩემთვის სასიამოვნო მამკაკონთან თანამშრომლობა იმიტომ არის რომ ზუსტად აი ამ ულტიმატუმების წინაშე არასდროს არ ყოფილა რომ აი ამას გააკეთებ აი ეს ვერ ვიმუშავებ ვერასდროს ვერავისთან დარწმუნებული ვარ და რას არ გავაკეთებ რა ვიცი აღბიჭიკო დილიდან ვარ პახმელიაზეს ვერ გავაკეთებ მადლობთ დიდი მადლობა და ხატია შემო მადლობთ რომ არ გააკეთებ ვერ გავაკეთებ ხატია შემოგია რადიო ფორტუნა გიგა უდაოდ კარგი მომღერალი ხარ და დიდ სიმპათიებს იმსახურებ როგორც ჩვენი ასევე მაყურებლის და მსმენელის და მე მაინტერესებს შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია სასცენო კულტურა და ურთიერთობა თაყვანისმცემლებთან მიხვდები ალბათ რაც გეკითხები და თუ არა და კარგად განვავრცებ ცოტა მოგვიანებით ჯობია ალბათ რომ მე შემიძლია გავიხსენო ერთი კონცერტი ეს იყო მეგას დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც შენ დინამიკები გადმოყარე და კატო გაწყნარებდა და ეს მაინტერესებს შეხვედი უბრალოდ ექსტაზში და გადაირია მაყურებლებზე თუ შენ თვლი რომ ეს იყო ზედმეტი სითამამე, შენ გადანაშაულებდნენ რომ ხარ ცივი ხო მაყურებლისადმი, ანუ სცენაზე ხარ რაღაც გარკვეულწილად. ნუ გამხელდნენ და მე მაინტერესებს შენ გადაწყვეტე რომ გახსნილი ყოფილიყავი ზედმეტად თუ რა არა მე ვიყავი უბრალოდ ნასვამი და არ შეიძლება რომ მივირთვა ჯენის ჯოპლინი თავის დღედა მოსწრება ესა ბიდონებით სვამდა ღვინობდა ალკოჰოლს და ვიერა ერთხელ და მივხვდი რომ არ უნდა დამელია იმიტომ რომ პირამიდის რა აი ეს მეგა ხო გავს პირამიდას და იმიტაციას ვაკეთებ და გამისრიალდა ფეხი და წავედი ცხვირით მაგრამ რაღაცა ვიყო ჩახი და არ დავარდი ისე როგორც და ალბათ ბევრს გაუხარდებოდა
ანუ მე მაინტერესებს კმაყოფილი ხარ იმის აღამოთი თუ არა? ყველაფერით კმაყოფილი ვარ. საერთოდ ჩემი 28 წელი როგორც ვიცხოვრე ადამიანურად და ღირსეულად ვიცხოვრე, მე ვფიქრობდა კმაყოფილი ვარ. გიგა, ანუ თვლი რომ ყოველი კონცერტის წინ ნასვამი უნდა გამოხვედე სცენაზე იმ დღის მერე. არა, უბრალოდ ეს გამოცდილებაა ჩემო კარგო. ეს არის ჩემი გამოცდილება. იცი რა არის? რაღაცას რაც არ მოგწონს, ხო? შენ თავს უნდა შეახსენო, რომ ეს კარგია თუ არ არის ცუდია და მე გეცოდინება, რომ აღარ გიძვნას მომგონებაში. გამოსვლა. ნუ მაინც ასიამოვნოა, რომ ის იუმორში იხსენება ამ დღეს და კიდევ ერთი კითხვა მაქვს შენთან, თავიდან როცა ასპარეზზე გამოხვედის პირველი კლიპი, როცა დატრიალდა შენი, რაღაცა მთავრდებაზე, ხო, რომელიც მე ძალიან მომწონს და ასევე ყველას ჩემ კოლეგებს. ასევე იყო მithქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შენ შემოქმედებაში დიდი გავლენა ექნება ირაკლი ჩარკვიანის მუსიკისა. და აი ამასთან დაკავშირებით მინდა შენი კომენტარი მოვისმინე. ირაკლი ჩარკვიანს ძალიან ვაფასებ ჩემო კარგო. მე ვიცი რომ თქვენ ერთადაც მუშაობდით, ხო? ერთი პერიოდი. მუშაობდით ერთი პერიოდი ერთად. რომ მე დოსიეში ვერ მოვისმინე ეს და დამაკვდა. ხო. დოსიეში ბევრი რაღაცა არ იყო მოხსენებული, უბრალოდ ვერ მოისწრებოდა დოსიეში ყველაფრის. შევავსებ მთელი 1 საათის განმავლობაში იმედი. ძელი იყო. ხო და რა მინდა გითხრა, მუშაობდით ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს. შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ჩარკვიანის და კიდე რამოდენიმე ადამიანის გარდა ჩემთვის მისაღები მუსიკა, მოდი ესე უხეშად რა გამომიდეს, მუსიკა არ იყურება საქართველოში. ხო და რაც შეეხება გავლენას, ხო? რა ვიცი, ხატია შამუგიას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და ვიცი რომ მუსიკა ესმის, მუშაობს რადიოში და სხვაობა, ხო, სხვაობა სტილისტურად აუცილებლად უნდა განარჩიო რა. სხვაობა და მსგავსებაზე არ არის, აქ არის გავლენაზე საუბარი. გავლენა აი რა, ელვის პრესლის ჰქონდა ჩაკ ბერის გავლენა, იმას ჰქონდა იმის ყველას აქვს გავლენა. არ არსებობს ეს მე მოვედი და რაღაცა ესეთი ვთქვი ახლა ეგეთი კრუტოი არა ვარ რა დამიჯერე. ხო და მე მაინტერესებს შენ აღიარებ თუ არა ამ გავლენას? რას? ირაკლი ჩარკვიანის გავლენას არ ვაღიარებ, მომწონს მისი შემოქმედება. და შენ თვლი თუ არა რეალურ კონკურენტად ირაკლი ჩარკვიანისას შენ საკუთარ თავს? ანუ შენ უფრო ახალგაზრდა თაობა ხარ. იცი რა? მე გეტყვი ხო, აი ზუსტად მინდა რომ გადმოვცე აზრი. იქიდან გამომდინარე რომ ჩემი რეპერტუარი არის მრავალფეროვანი, ხო? მხოლოდ არ შეიძლება ამიტომ რომ კონკურენტი მყავდეს. მე ხვდი კონკურენცია მხოლოდ არსებობს მატერიალური თვალსაზრისით რა. მატერიალური თვალსაზრისით აი ვინ გააკეთა წელს მეტი ფული ვთქვათ რა. ხო დისკების, ალბომის გაყიდვის თვალსაზრისით და ის მუსიკალურად კონკურენტს მე საერთოდ ვერ ვხედავ. ანუ გიგა მიქაბერიძე კარგი მოსწავლე აღმოჩნდა ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალურად. ვერ გავიგე. კითხვა ვერ გავიგე. ანუ გავაგებინოთ. არა, გავაგებინოთ რა, არ ვთვლი კონკურენტად ირაკლი ჩარკვიანს და არც მასწავლებლად არ ვთვლი ჩემს. მე მასწავლებელს რას გულისხმობ? შენ უბრალოდ ასაკითმაზე ბევრად პატარა ხარ და ერთად მუშაობდით და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ნიუანსი გაითვალისწინებთ. ირაკლი ჩარკვიანს მე გავუკეთე რამოდენიმე სიმღერა ჩემი ინიციატივით, იმიტომ რომ არის ჩემთვის ძალიან მისაღები მისი ინტელექტი, მისი ერუდიცია, ნატურა და აი ეს ადამიანებს ვაფასებ და გავუკეთე რამოდენიმე კომპოზიცია და სულად უანგაროდ ურთიერთობთ და ეხლა რა გაინტერესებს? აპირებ ეხლა მასთან თანამშრომლობას? თანამშრომლობას ვაპირებ. ანუ კატოსთან დუეტი ჩაწერე, ლექსენთან ჩაწერე და ირაკლი ჩარკვიანთან. შეიძლება ხვალე შენთან ერთად ჩავწერო, არ არის პრობლემა. და ეხლა ირაკლისთან ჩავწერ თუ არა, რატომ აკითხები? მაინტერესებს და იმიტომ გაკითხავ. არ ვიცი. ანუ შეიძლება აქედან გავიდე და აგური დამეცეს და 13-ში კონცერტი არ მქონდეს და ირაკლისთან ჩავწერ თუ არა. გაქვს თუ არა სურვილი? სურვილი? ძალიან დიდი ალბათ. ჯერჯერობით შეიძლება მქონდეს, მაგრამ ძალიან შრომატევადია ის ყველაფერი, რასაც მე შევეჭიდე რა. ის რომ თუნდაც 13 მაისს ჩემი მსმენელი უნდა გავახარო და დაუკმაყოფილო აი ეს წყურვილი, რაც უნდათ რომ მოისმინონ უბრალოდ ის მოვასმინენ.
დიდი მადლობა ამ ეტაპზე. გასაგებია. უკაცრავად ლიზა, უბრალოდ ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა და ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. მე ვიცოდი. მაშინ ჩვენ დავბრუნდით ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესი და ჩვენ დღევანდელი სტუმარია მუსიკოსი გიგა მიქაბერიძე. გავაგრძელოთ შეწყვეტილი საუბარი და ლაშა გაბუნია დასვამს კითხვას. ლაშა გაბუნია გაზეთი ახალი ვერსია ჟურნალი ანაბეჭდი. მოგესალმები გიგა. მე კარგად მახსოვს შენი შემოქმედება ჯგუფ Power Balance-ში ჩანაწერებიც გქონდა. ქუთაისში ვიყავით ერთად, დაგვილევია კიდეც ერთად. ხო და რა მაინტერესებს, Power Balance იყო ძალიან ესეთი ექსპანსიური ჯგუფი იყო ესეთი. რომელსაც ტრანს უკრავდი. ხო, punk rock. მე რაღაცა მაქვს და ასე შემდეგ და მე მოხდა ესეთი რაღაც უცებ აი უკვე 21 საუკუნის მიჯნაზე მოხდა შენი რაღაცნაირი მეტამორფოზა შეიძლება ესე ითქვას ანუ მუსიკალური და სხვათა შორის რა ვიცი ჩათმულობაც მე მგონი ცოტა შეიცვალა თქვა ხო არა რა კითხვა მინდა დაგისვა უბრალოდ რომ რის გამო მოხდა ეს უბრალოდ რაღაც ცხოვრების კომუნიზმში ზმანები არის შოვებოდი თუ არა მე მაინტერესებს თან მოხდა ესეთი დუეტების ჩაწერა თქვა რომელიც თქვა იგივე ესეთი ძალიან არა კონსერვატორული როკერსაც კი ცოტა გაუკვირდა კონსერვატორებზე აღარ ამართლა ბარა ხო და აი ეს ამის მიზეზი რა იყო როგორ ფიქრობ თქვა ეს თქვა იგივე კომერციული ნაბიჯი იყო შენი თუ თქვა რა ვიცი ამის მიზეზი რა იყო ხა ზუსტად გეტყვი რა მოვისმინე ჯგუფი Freaky Power რომელიც არის ფანკი მე ეს გიტარები მივხვდი რომ ხო მაგარი ჯგუფია ძალიან და მივხვდი რომ ეს ჩოსის დაკვრა ეს მანერა ჩემთვის ახლოს იყო რა მე რიტმულადაც იქწავედი აი რაღაცნაირად ეს პროცესი მუსიკოსისთვის ისე ხდება მე ჰაუსის რიტმები მომეწონა იქ გადავედი მე ჰარმონია შევცვალე და მე დისტორშენი მოხსენე ამ გიტარებს და მივედი აქამდე მე პაოლოიაშვილი მივხვდი რომ შეიძლება ჩაჯდეს იქ და აი ესე რაღაცა იცი სპონტანურად მე დავსვიცოთ მეორე ნაწილის კითხვის ანუ თქვა იგივე რამ განაპირობა დუეტების ჩაწერა კიდე ცოტა როკერისათვის თქვა საერთო პიროვნებებთან იმ ვარიანტში თორე რა თქმა უნდა ისინი თავიანთ საქმეში კარგები არიან. და იყო თუ არა კომერციული ნაბიჯი. ხო, აი მაგ მაინტერესებს. თუ კიდე უფრო თქვა ჩენი სურვილიც იყო, ესე ძალიან ისეთი მძაფრი სურვილი გქონდა, თქვა რომ ესეთი სიმღერები ჩაგეწერა ამ უკეთებთან. ესე რა, ნამდვილად გულით გაკეთებული, არა კომერციული მიზნებისთვის გაკეთებულია პირამიდებიც როგორც მე მინდა სად არის უბრალოდ როკის რიტმიც არის. ეს ვიოლინოებიც როკულად ჟღერა და ჩემთვის ძალიან როკულად და ძალიან თანამედროვედ და დამაჯერებლად ჟღერს და აი მართლა არ მესმის ჩემო კარგო აი იმ გადმოსახედიდან ეხლა ეს ლითიუმი და ნირვანას რო უკრავდი რა თქმა უნდა რბილია ჟღერადობა მაგრამ ისე რო გითხრა რომ როკის ელემენტები ჩემთან სულ დაიკარგა ესე არ არის უბრალოდ აი ეს მიყვარს რასაც ვაკეთებ მართლა გულით ვაკეთებ კომერციული მიზნებისთვის არ არის გაკეთებული. გასაგებია მე უბრალოდ ის გამო არ ვიქ საკვირველი იყოს. მე ძალიან დიდ პატივს ყველა მუსიკოს რომლებიც განიცდის რაღაც ტრანსფორმაციას და ერთ და იგივე ადგილს არტკებს თქვა. ეს ჩემთვის მისაღებია უბრალოდ რაღაც კითხვები რაც ხო იმიტომ დაგისვა ამასთან დაკავშირებით და მეორე კიდე მაინტერესებს მე ვეკპასუხო ბოდიში რომ გაწყვეტინებ იმიტომ რომ აი მართლა რაღაც სპონტანურად ხდება რა შინაგანა და ამას რასაც გრძნობ იმას გადმოვცემ ნოტებით და ჰარმონიით. გასაგებია. და საერთოდ რას ფიქრობ, ესეთ კითხვა მინდა დაგისვა, საერთოდ რას ფიქრობ თანამედროვე მუსიკაში, ქართულ თანამედროვე მუსიკაში რა სიტუაცია არის დღეს აი უბრალოდ აი როგორც მუსიკოსი როგორ უყურებ, როგორი სიტუაცია არის? ცუდი არის, კარგი არის? პროგრესს განიცდის, რეგრესს განიცდის, რეაქციონული არის თუ კარგი. აი ესეც საუნმეშნელოვნად ვერ გიპასუხებ, იმიტომ რომ არის დადებითი მხარეები და არის უარყოფითი. აი რომელი წონის თქვა, აი როგორც ჩემთვის მუსიკოსთვის, როგორც რომელიც აგრეთვე უსმენს
თქვათ, უსმენს არა თუ შეიძლება ტელევიზორში მოусმინო ამ მარშრუტკაში. დამაკონკრეტებინებ, იმიტომ რომ დრო ყველაფრის მკურნალია და იმედით განვეწყოთ ან ყველაფრის მიმართ რა რომელი უფრო წონის და ალბათ ცუდი, იმიტომ რომ აქამდე უფრო ამ რაღაცა დაღეჭილ გადმომღერებულ თემებს უსმენდით და გვასმენინებდნენ და ეხლა არის იმედის ნაპერწკალი იმის რომ არ აქვს მნიშვნელობა არ აქვს ჟანრი რა იკვრება მე გულისხმობ პროდუქციის სიჯანსაღე რა რასაც ქვია ხარისხი და რასაც ქვია ჭეშმარიტი მუსიკა და რატო აი ამდენი წლები არის უკვე ეს ამ ესტრადას უყურებ ჩვენ და თითქმის რა ვიცი არის პროგრესი მე დიდად ვერ ვხედავ შენიან იყოს თქვა ხო და რატო არ ხდება ეს პროგრესი ესეც მაინტერესებს პრინციპში როგორ ფიქრობ თქვა იცი რა ალბათ ეს ინდივიდებზეა დამოკიდებული ზოგი მოდასაყოლილია ზოგი რაღაც ისე თulis რომ ესეა საჭირო ზოგს უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა ვინც ნიჭიერია და ეს ჯაჭვის მე ისეთი შაბეშტილება მიჩნდება რომ ძალიან ზოგად თემებზე ვსაუბრობს და იქნებ კონკრეტულად გიგას შემოქმედებაზე გადავიდეთ თუ საწინააღმდეგო გარ და რაღაც ასევე შაბეშტილება მექნება რომ ცოტა რევერანსებით ესაუბრებით გიგა მიქაბერიძეს იმიტომ რომ ჩვენ მოგწონს გიგას შემოქმედება გააფრესეთ ხო შეიძლება ვიღაც მოგწონს კაცრი კითხვის და შეიძლება ვიღაც მოგწონდეს ჟურნალისტი შემოქმედების საღამო გიგა მიქაბერიძე დაიმსახურე ლიზა ინტერნეტ რადიო საიტი გიგა მართლა მოგწონს შენი შემოქმედება, იმიტომ რომ არ ვიცი, საერთო ფონზე შენ მართლაც და კარგად გამოიყურები, ანუ შენი სიმღერები. პირველი ჩემი შეხება შენ შემოქმედებასთან მოხდა თუ არ ვცდები 1999 წელს, მე მოვისმინე პროდიუსერად რადიო აუდიენციაში მოიტანე სიმღერა მოკლე კაბა. 99 წელს მე მგონი 2000 იქნებოდა ალბათ 2000 შეიძლება ახლა ზუსტად არ მახსოვს მაშინ როდესაც მე მოსმინე ამ სიმღერას ძალიან აი ესეთი როგორი გასა გამიშთა იცი რომ ღერის რაღაც ისეთი ასაკოვანი მომღერალი რატო იმიტომ რომ ძალიან დაბალი ტემბრის ხმა გაქვს და საკმაოდ ესეთი უხეში და ესეთი აგრესიული სიმღერა, მაგრამ მომეწონა ტექსტი. ვერ გეტყვი ახლა მომეწონა მელოდია, მაგრამ ტექსტი ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით რაღაც მოკლე კაბას, მე თვითონ მოკლე კაბების მოყვარული ვარ. და მე ვკითხე მაშინ ბერიკას ვინ არის და ეს არის ესეთი როკ მუსიკოსიო გიგა მიქაბერიძე. შემდეგ რაღაც გარკვეული პერიოდი შენ არ ჩანდი და გამოჩდი პირამიდებით. ანუ ფართო მასისთვის გამოჩდი პირამიდებით და როდესაც გაჩნდა ინტერესი, შემდეგ წამოვიდა სიმღერა დამნაშავია შავი რა ქვია მაგას, როგორც მე მინდა სადაც. ხო, და რა თქმა უნდა, ეგრევე გაჩნდა ინტერესი და ინტერნეტ რადიო საიტის ჟურნალისტი გეწვია შენ და მაშინვე შენ საყვედურით მიმართეთ რომ რა იყო რა ეხლა ყველანი მოხვედითო ჩემთანო ამდენი წელიო სულ არ გაინტერესებდათო მე რას ვაკეთებდიო და როგორ ცხოვრობდით ეხლა გინდათო ყველაფერიო პირამიდები რო გამოვიდა ასწორებს ეს ლუკას შენიშვნა მიმუშავა მე უკვე კაი მე ვთვლი რომ აი რა შეკითხვა მაქვს ასეთი რამდენი სამართლებრივია შენი პრეტენზია ჟურნალისტების და ხალხის მიმართ იმიტომ რომ უკაცრავად და არაკეთებდი შენ პროდუქტს, არ ქმნიდი ჰიტს და ბუნებრივია ინტერესიც არ იყო შექმენი. საინტერესო პროდუქტი გახდა ის ჰიტის, ხალხისთვის საყვარელი მელოდია და ბუნებრივია ინტერესიც გაჩნდა. ანუ რა მაინტერესებს, რომ გიპასუხო მე მჭირდება შენგან იმის ცოდნა, რომ აი ეს მოკლეკაბა არ ითვლება, მათ რომ რაღაცა ვაკეთე აი ეს პერიოდი და მე პირამიდების მე რაღაცები ვაკეთე. შენ აკეთებდი, მაგრამ ის მუსიკა არ იყო არ ვიცი, ნუ პოპულარული შეიძლება ესე ითქვას. იცი რა, უბრალოდ სიმართლე რომ თქვა არატრიალებდნენ ზოგ-ზოგიერთი რადიოები ჟურნალისტები არ ინტერესდებოდნენ ამით. აი ეს არის ჯაჭვისებური რეაქცია? არა, არ მეთანხმები? შენ არ მოგწონს მოკლეკაბა მუსიკა, მე მომწონს ძალიან. მოკლეკაბა და ვერ დაგეთანხმები რომ პირამიდებზე მოკლეკაბა აგრესიული იყო. აი ძალიან ისეთი
აი არ ვიცი ძიმე როკსაც ვერ დავძახე აი ესეთი ძალიან ისეთი რა ვიცი მოკლე კაბა აი თვითონ თემა ეს გაზაფხულდა მოკლე კაბა ჩაიწვი სხვა რა გითხრა შემიყვარდი მოკლედო და როგორი აგრესიული ტექსტი ძალიან კარგია მაგრამ მუსიკა იყო საკმაოდ ისეთი აგრესიული გიგა შენ თითქოს აი ზუსტად აი ესეთი ეხლა კი იცინი მაგრამ თითქოს აი წენა ქონდა ხმაში და აი რატო ადრე არ მიფასებდი და ეხლა რატო დამიფასებ როდესაც მე დავწერე ესეთი თითქოს ლაითი მუსიკა პირამიდები აი ესეთი განცდა გამიჩნდა მე პირადად იცი რა რო არ მოგატყუებო მართლა მქონდა წენა იმ დროისათვის და იმიტომ ვთქვი ეხლა რო არ დაუმალო რაღაცას რო აკეთებს ადამიანი და არ აქცევენ ყურადღებას და იგნორებას უკეთებს რა ვიცი საზოგადოების სახელით ვერ ვილაპარაკებ ხო მაგრამ რაღაცა კომპეტენტური ხალხი ვინც უნდა შეხედოს შეგაფასოს და ასე შემდეგ ხო ძალიან რთულია რა ხელოვანისთვის დამიჯერე რომ სტიმული როცა არ გაქვს ხო არც ლენონი არ გააკეთებდა არაფერს და არც არავინ არ გააკეთებდა არაფერს თუ სტიმული არ იქნებოდა მუსიკოსები მხოლოდ სტიმულის მიხედვით ისეთი მუსიკოსები როგორც რა მუსიკოსთა კატეგორიას მე მივეკუთვნები მხოლოდ სტიმულით მუშაობენ გარწმუნებ ლიზა რა თქმა უნდა ნაცხენი სტიმული იმიტომ ის უნდა ყოველთვის ყველა თითოეული სიმღერა ჰიტი იყო და მოთხოვნადი იყო და მასე გიგა მე მგონი შენ კარგი პროდუქტი შექმნელი აი რაც პირამიდის შემდეგ წამოვიდა და არ უნდა იმართებოდ თავს კარგია და სხვა მიმართულებაა ლაშა მისმის შეიძლება შენ ეს არ მოგწონს მაგრამ სხვა მიმართულებაა მაგრამ კარგად მოვიდა რა არა იმიტომ რომ ლაშამ რა დააშავა ლაშასთვის ის იყო მისაგები გასაგებია გემოვნებაზე არ დავგენ გიგა და მეორე ესეთი მოკლე შეკითხვა ზუსტად 1 წლის წინ შენ ესეთი განცხადება გააკეთე რომ სულ მალე იქნება ჩემი კონცერტია და ამას ელოდებოდა მოკლედ პირამიდები გამოვშვი შენ ეს ალბომი და ელოდებოდა ხალხი და მსვენელი ესე იგი ამ კონცერტს არ შედგა რატო არ გააკეთე? გავიდა 1 წელი და შენ აცხადებ რომ ისევ კონცერტი იქნებაო და რა ხდება? გეშინია რომ ვერ შეკრიბა? კაკ ჟალ რომ ეს კოკას გადაცემა აღარ არის რა ხდება? მოკლედ რა ხდება და გეტყვი რა ძალიან რთულია იმ მუსიკის როგორ გითხრა გამართვა, ორგანიზაცია, ბევრი ვარჯიში უნდა პროფესიონალი ხმის რეჟისორი უნდა რასკრუტკა უნდა ყველაფერი ერთად მაესტრო თუ უკეთებს ლექსენს და ასე შემდეგ შე რატო ვერ გიკეთებს რა კონცერტ მომისმენე ლექსენს რო უკეთებს ლექსენი არის ჰიპ-ჰოპი და მე არ ვარ ჰიპ-ჰოპი და ჩემთან უფრო რთულად არის საქმე იმიტომ რომ ჯერ მარტო სიმები მაქვს ორ კვირაში ერთხელ საყიდელი რომელიც არ იშოვება და თუ მინდა წამოყევი და ხოვე აი მეც ესე მასობრივი ვერ გავიგე მასობრივია ჰიპ-ჰოპი რას მასას მოსწონს ჰიპ-ჰოპი ხო რა ამას გულისხმობდი შენ მე არა მასაზე მგონი არ არის ჩემთან უფრო რთულად არის საქმეო და ესე იგი რთულად არის საქმე იმ თვალსაზრისით რომ ხო იმპროვიზაციულია მუსიკა ბენდია საჭირო იქ კომპიუტერიდან ტრეკები ანუ სხვა ტექნიკურად უფრო რთულად არის საქმე აი ამას გულისხმობ გასაგებია ანუ ახსენეთ ფაქტურად რატომ ენა მომცა ღმერთმა კიდე კაი ამოვიდა რთულად საქმე აქეთ თემა გვიყვანია კვირკველია ჟურნალი ანაბეჭდი რადიო ფორტუნა როგორც ვაშას და ლიზა შუაში ვარ პოზიციას რაღაც ეგეც იმაქვს თემაზე რომ მე შენ მიმართ ყველაფერს კარგს ვიტყოდი მომწონს შენი მუსიკა overbalance-ის პერიოდი კარგი იყო გავტეხო ამეც ძალიან მომწონს კარგი დრაივი არა შენთვის გიტარა და რაღაცა ნაღდი იყო და კარგი იყო რა მომწონს და ის რომ თქვა იცვლება ადამიანი ხო შემოგვია ჩემთვის პირიქით ეს მისასალმებელია იმიტომ რომ გინდა როკში გინდა სხვა ჟანრში ბევრი კუმირი ყავს მაგრამ გონია რომ ყველაზე დასაფასებელი ადამიანი არის ჩემთვის დევიდ ბოუი იმიტომ რომ ადამიანი დღესაც იცვლება რა და რამდენჯერაც შეიცვალა და საერთოდ არ შეიცვალა სულ კარგი გააკეთა და იგივე ის freak power-ის უკავიც არის ეს ნორმან კუკი იგივე პიროვნება არის სულ რაღაცა ახალს აკეთებს და უამრავი პროექტი აქვს და ძალიან ნიჭიერი ადამიანია და იმედია რომ შენც ახლა ჩვენ თუ გული დავხსნა რომ overbalance-ი აღარ არის შეიძლება კიდე შეიცვალო და კიდე გახერხო თქვა მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი რომ აი overbalance-ის მერე ანუ შენ მაინც ჯგუფიდან მოდიხარ
მაშინ მე მართლა მეწყინა რომ ესეთი კარგი ჯგუფი იყო თქვა უსმენდი და დაიშალა. რა მოხდა რომ აი შენ ნოვატორულ შენოვაციებს ვერ წამოყვნენ სხვა ჯგუფის წევრები თუ რამე სხვა მიზეზი იყო. აი მე ყოველთვის გული მწყდება ხოლმე როცა რაღაცა კარგი თქვა ჯგუფი არის იშლება და მე ვიღაცა სოლო მოღვაწეობას იწყებს და ის აღარ არის. მე არ ვამბობ რომ შენ შემთხვევაში შენ ვეღარ აკეთებ მუსიკას, მაგრამ თქვა აი ჯგუფი რატო დაიშალა? ვიცი რა, ჯგუფის წევრებს შორის უბრალოდ საერთო აზრი არ გაგვაჩნდა და თან მე ვაკეთებდი კომპოზიციებს, რასაც ჯგუფი ასრულებდა და ამიტომ ინდივიდუალური გავხადე საბოლოოდ ეს ყველაფერი. აი ეს იყო და ანუ მატერიალურად გვიჭირდა რეპეტიციებზე ვერ დადიოდნენ ბიჭები და ასე შემდეგ. ანუ პრინციპში შენ თვითონ გააკეთებდი იმას? ორგანიზატორი ვარ ალბათ ცუდი რა. და ვერ ვაგვარებდი საორგანიზაციო საქმეს და არ მიჯერებდნენ ხოლმე და ნერვები არ მეყო და დავარქვი გიგა მიქაბელეცე. ანუ რაღაც ეტაპზე არა მართლა გეუბნები. თვითად იქცე ჯგუფი ზედმეტი გახდა უკვე ჯგუფი ესე იგი. არა ზედმეტი არ გახდა, უბრალოდ ჯგუფი არის ჩემთვის ყველაფერი. მართლა. მაგრამ ჯგუფი რო ყავდეს ამ თან საქართველოში, ამას უნდა არ ვიცი რა ძალიან დიდი ნიჭი უნდა გქონდეს ორგანიზაციის და ალბათ მატერიალური თანადგომაც შესაბამისი უნდა გქონდეს და ასე შემდეგ. გასაგებია. და შემდეგი კითხვა ლალიფაცია. ლალი ვერ მიწოდა მიკროფონი. მეორე ეტაპი, ანუ მეორე სუნთქვა, ხო? ამის აპრილის ეტაპად შეიძლება ჩავთვალოთ პირამიდები, ხო? შენ. კატო რომ არ ყოფილიყო, ამ წარმატებას მიაღწევდა თუ არა ეს სიმღერა, ეს მაინტერესებს. იცი რა, ალბათ ანუ კატოს ფაქტორი რამდენი 50-50-წეა. მე ყოველთვის ვაღიარებ იმას, რომ რაც არის კატომ ითამაშა ძალიან დიდი როლი საერთოდ ამხელა მასებისთვის მისაღები რო გახდა ალბათ ჩემი მუსიკა. გიგა, მე ყოველთვის უკირკიტებ ხოლმე სიმღერებს, ტექსტებს, ვეზადები ხოლმე პრესის. იცი რა, აი როგორ ვთქვა, ბოდიში ლიზა რო გაწყვეტინებ რა. კატომ დააწყებინა ხალხს ყურადღების მიქცევა რა. ანუ ისეთი მასობრივი არ იქნებოდა მარტოს რო გემღერა ეს სიმღერა? არა იკაცებდა ამ სიმღერაზე არ არის, ამის მერე აი ვთქვათ როგორც მე მინდა სად არის შეიძლება არ მეექციათ ყურადღება ეს ის ბიჭი მღერის და რაღაცა არ პროვოცირება მაინც კატოს ეკუთვნის პეშად არის გასაგები პროვოკაციული კითხვა მაქვს გიგა ოღონდ ძალიან სერიოზულად არ იფორა არაფერი არ მესროლა უბრალოდ მაინტერესებს ლელასთან ლელა ხო ლელასთან ხომ არა გაქვს რაიმე შეტაკება და პრობლემა საავტორობლებთან დაკავშირებით აფრებს რომ ღერის ლეილა. ლეილა, კაცრავად, ლეილა, ხო? არა, არ ვიცნობ ამ კალბას. რატო ვიცი? იმიტომ რომ როსმედი შენ სიმღერას როგორც მე მივიდა სად არის, ხო? შავი ზღვა თეთრი აფრები. აი ეს ფრაზა ძალიან კარგად ჟღერს. აი იმის აფრების პოპულარული. და სხვათა შორის ისი აფრები უფრო ადრე იყო მე მგონი ხო გამოშვებული ეს სიმღერა და მაინტერესებს აი რატო გამოიყენე შენ იგივე მოიპარე ხო შავი ზღვა თეთრი აფრები თუ ეს საერთოდ ეს რასიზავ ხა შენ მესროლე მაშინ რაიმე იმიტომ რომ მოვიპარე და საერთოდ რატომ არის შავი ზღვა რო შავია დამნაშავეა რაშია დამნაშავე იცი რა აი ეხლა მაგალითად მე გაგცემ ძალიან მარტივად ამაზე პასუხს ახალ ალბომში არის სიმღერა მე და შენ. ბატონო? შენ და ზღვა. ხო და მე და შენ აი ამის მერე ნახე ძალიან ბევრი სიმღერა. სათავე. ხატია. მე ბავშვობაზე დავამთავრო რაღაც ეს რა ქვია. ნუ აი ეს აზრი ესე გამოიქ რა გიქხა შეიძლება სხვა მიმართულებით იყოს უბრალოდ
დაკრული, ან ჟღერადობა იყოს მუსიკაში სხვა, ან იმ ორ სიტყვას რაღაც სხვა კონტექსტი იყოს, სხვანაირი კუდი მოაბახდები, აი ეს არის მთელი ხელოვნება. ესე შოუ ბიზნესში მე მგონი ყველა სიმღერას ტექსტი აქვს. გონია. თუ შეიძლება გიგა ერთი ესეთი კრიტიკული შემჩნევა, მაშინ მე ისე მეჩვენე, ერთ სხვათა შორის ერთო ძალიან ჭკვიანმა და ცნობილმა მუსიკოსმა თქვა, რომ მუსიკოსები, ნიჭიერი მუსიკოსებიც ხშირად საკუთარი თავის პლაგიატები ხდებიან. აი მე გამახსენდება ახლა იქ როგორ რაობდა პირამიდასთან ნასვამი რო იყო. აი ხა მე მგონი ახლა ანალოგიური მდგომარეობაშია. არა ეს გამო ეს ბანკის პერიოდი იყო პირამიდებში გორაობა და ხო მეგა კარგია მაშინ ბანკი თუ იყო რა უნდა იყო ძალიან ხალხს უნდა ფორს მაჟორი იყო ხალხს უნდა რაღაც ახალი რა ხან შენ მიგორავებ ხან გაიცინებ ხან დაიბრუნებ და ხან რა ვიცი ხან мама იქნები და ხან დედა იქნები და აი ესე რა კაი ტიპი უნდა იყო და რა გინდა არა კაი გიგა დაუბრუნდეთ საკუთარი სიმღერების საკუთარი სიმღერების პლაგიატს ხო აი მეჩვენება რომ ხშირად მეორდები შენ სიმღერებში აი ბოლო სიმღერებში ყველა მასწავლებელი და ну აი სტულალო ლეილა აუცილებლად უნდა იყოს თუ როგორ მღერი ამ თუ შეიძლება იქნებ გაგინებულია რომ ეს თითქმის 3-4 სიმღერაში ნამდვილად არის აუცილებელია ეს რო იყოს იცი რა აუცილებელი ეხა გე ეს შენი ღირინი ლა 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 მეთხარს ხო იცი რა არის ფენლა მეთხარი აბა ადანდალი რა არის ადანდალი ორჯერ სამჯერ რამდენჯერ შეიძლება ამის ეს რა გიპასუხო ხა მოგწონს ანუ ქართული სიტყვა მე გეტყვი რა ეს კლიუჩიკია ჩემი ერთ-ერთი რასაც მივაგენი და ხო ესაც ჩემი ხელწერა და ჩემი მიგნება მუსიკალური გამოგიტყდები მაგრამ არ მეშინია კიდე რომ გამოგიტყდები სადაც ქართული სიტყვა არ ჯდება მოგეხსენება რომ ეს მუსიკა ქართული მთლად არ არის რასაც მე ვუკრავ ხო იქ უნდა იმღერო რაღაც ფრაზა უსიტყვებოდ ასე რომ მღერი ან ლა 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 ან ფინოლენოლო ან რაღაცა საკეთე და თითქმის ყველა სიმღერაში ასევე ეს არის პროფესიონალიზმი საერთოდ მარინისტი ხარ თუ რაშია საქმე რამე აივაზოვსკის რამე გენები ხო არის არა ახლა ზღვაზეა თითქმის ნუ აი ტექსტში ლიზა უკვე რა ეხლა უნდა ალბათ მორჩეს შენი კითხვების სერია რა ეს არა ქვია ხო იყო ეს ზღვა რომ შავია დამნაშო ახალი ალბომი იწყება არ მინდა სხვა აი ესე იწყება მომენატრე არა მომენატრე დავივიწყე ზღვა შენზე ვფიქრობ და არ მინდა სხვა და რა დავივიწყე მე შეუბნები და გიგა ჩაიხვიე და მესამე გიგა კატოზე ჩაიხვიე კიდე კატო რა ხუმრობ ანუ კატო პირამიდები და კატო არ მინდა სხვა ანუ ეს ჩახვევები იცი ზღვა კატო ძალიან მე კატოს შევხედავდი მესამე კლიპში და მეოთხე კლიპში უბრალოდ მაინტერესებს ეს ჩახვევა საერთოდ ხასიათში ზის თუ რა არაში ეს რა ვიცი თუ აი რაღაცას ამოიჩემებ და გაქვს ანუ ეს ისე ნუ კაი კატოზე არაფერს აღარ კარგი სამწუხაროდ რეკლამის სამწუხაროდ კი საბედნიეროდ რეკლამის დრო ჩვენს ერთ-ერთი დაბრუნების სანდები მაშინ ერთ-ერთი თოქ-შოუ პრესი რომელიც დღეს ყოველთვის არ არის აგრესიული და ხმაურიანი რადგან ჩვენი სტუმარი გახავთ დღეს მუსიკოსი გიგა მიქაბერიძე რომელიც არ არის ხმაურიანი და ესეთი სკანდალური მაგრამ მე ვისურვებდი რომ ჩვენი ჟურნალისტები გადავიდნენ უფრო კრიტიკულ შეკითხვებზე და ნანა არჩვაძე დასვამს მომდევნო კითხვას მე ლიზას თემას ესე თქვათ გავაგრძელებ მართლაც არის შენ სიმღერებში არ ვიცი ხასიათის გამეორება არ ვიცი სულ ერთ აი რაღაც ერთ ხაზზე ხარ რაღაც ხასიათით იმიტომ რომ პირველივე ბგერა როგორც გაჟღერდება პირველივე მიხვდები ეს არის გიგა ანუ განსხვავებული ერთმანეთისგან მე მგონი წამოვიდა ჟურნალისტები პროვოკაციას ხო მეორე კითხვაც არის თუ არა ასე შენ გრძნობ თუ არა ასე და თუ მხოლოდ ეს მსმენელის აი ჩემი როგორც ჩვეულებრივი მსმენელის სუბიექტური აზრია მადლობთ ხართ მადლობთ კითხვისთვის მე ვფიქრობს გიგა
არა, არ ვფიქრობ, უბრალოდ ტექსტი არ იგულისხმება რა თქმა უნდა, უბრალოდ ხო, მუსიკა. მე ვგრძნობ იმას, რომ ეს არის ჩემი ხელწერა უბრალოდ და ამიტომ ალბათ ეს გრძნობა ამიტომ გაქვთ, რომ შეგრძნება, რომ გეცნობათ ჩემი რაღაცა მიდგომა მუსიკისადმი. ეს მსგავსება თვითონ თუ რო უსმენ მსგავსება არ გიპოვია თქვა ერთ სიმღერასა და მეორე სიმღერას შორის რომელიც რაღაც კი მიპოვნია განწყობებს არ გვაქვს მსგავსება განწყობებს გააჩნია რა ძალიან გააჩნია რა განწყობაზეა ავტორი თვითონ მე რა განწყობაზე ვარ შეიძლება ავიღო სამი იგივე აკორდი რაც წინა ორ სიმღერაში არის ესეთი მომენტები და საერთოდ რა განწყობაზე წერ სიმღერებს? საინტერესოა. ყოველთვის შეყვარებული ხარ თუ ეს უბრალოდ ტექსტებში ასეთი გრძნობა გამსჭვალული? იცი რა, აი ხო არ გამონაკლისები ჩავიხვე მოკლედ, როგორც მე მინდა სად არის, ხო სულ არ არის სიყვარულზე. კიდე ახალ ალბომში არის რამოდენიმე სიმღერა, რაც არ არის სიყვარულზე. ეს ხდება ძალიან იშვიათად და ის რომ ჩემ რეპერტუარში სიყვარულზეა უფრო მეტად ლაპარაკი, ხო? მომწონს და უბერებელია ეს თემა და არ დაიღეჭება არასდროს ისე რომ თუ კარგად იტყვის სათქმელს, ხო? და გეხერხება ლამაზია ეს თემა რა და უბერებელია ჩემთვის. და კიდევ ერთი კითხვა ცოტა პრესპრესული, არ ვიცი, არ ამგონი, მაგრამ მაინც საინტერესოა. ერთი კითხვა დაგისვით ლენონიო ისეო, მეორე კითხვა დაგისვით ქვინი ასეო, მესამე ნირვანა და ანუ შედარებები. საერთოდ რატო აკეთებ ასეთ შედარებებს? პარალელებს რატოავლებ შენსა და თქვა ლენონს შორის, ან ქვინს შორის, ან ვინმე კიდე სხვა ხო. რატოავლებ და მეორე კი? რა მაგარი პასუხი. ხო, მიპასუხე მაშინ. საკუთარი დეიდაშვილი, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი, ყველა ინტერვიუში თითქმის ვამბობ ხოლმე, რომ პირველს ვისაც მენინებ მუსიკას, ჩემს დეიდაშვილს, რომელსაც ვენდობი, ძალიან კომპეტენტურია. სმენა აქვს ხოშიანი და ასე შემდეგ. მეუბნება, აი რაღაცას ვეუბნები, პარალელს ვაკეთებ სტინგის, აი რა კითხვაც არის, ხო? აბა ვის შევედარო? თუ იმას არ შეედრები და იქამდე არ მოგინდება, ხო, მისვლა? ვის შეედარო? ანუ მხოლოდ სურვილი. მე ჩემი სურვილი ის არის, რომ ის მწვერვალი დავიწყრო, ხალხნო. ზუსტად თქვენი სურვილიც ეს უნდა იყოს, რომ მე მიყურებდეთ და ყავდეთ ჩემი სახით და კიდე ვიღაცების სახით საქართველოში კარგი დახვეწილი მუსიკოსი, რომელიც სტინგის დონის არის, ლენონის დონის არის, აბა და არ გატყვილებს რა, არც ემოციურად და არც ნოტებით და არც დონის არის თუ ცდილობს რომ იმ დონის იყოს? ცდილობს, შეიძლება იმ დონის არის თუ ცდილობს რომ იმ დონის იყოს და იმ მწვერვალთან მივიდეს. იცი რა, ცდაბედის მონახევრეო, როგორც იტყვენ და ყველაფერი მცდელობით იწყება. ბავშვის კეთებაც კი. ანუ ეს არის ცდელობა და არა ცდელობა მწვერვალის მისვლის და არა ამბიცია იმისა, რომ შენ მაგარი. პასუხისმგებლობით ვარჯიშობ, აი თითოეული აკორდი ჩემთვის რა, რომ იყოს სუფთა ფრაზები, რაც ჩაწერილია ბავშვივით უვლი ყველა ფრაზას, რომ გამოვკრა ამ გიტარას და უწერო და რას ლაპარაკობ, ძალიან მნიშვნელოვანია. მართლა. დიდი მადლობა. თელი გულით გეუბნებ. შემდეგ კითხავს დასვამს ლალიფაცია? მე მინდა ანიმაციურ კლიპზე გკითხო გიგა. ინფორმაცია მაქვს, რომ შენთან შეუთანხმებლად გაკეთდა და სრულიად სურპრიზი იყო შენთვის და რამდენად სწორია ასეთი ნაბიჯი, როდესაც მომღერალს კი არა და მუსიკოს არ უთანხმებენ და აკეთებენ თვითონ ელემენტარულ პროდიუსერები ამას. იმის გარდა რომ მე და მამუკა გლონტის 3 წელია თანამშრომლები ვართ. ჩვენ შორის დაიბადა ჯანსაღი, კარგი, ადამიანური და მეგობრული გრძნობა და უბრალოდ იმიტომ რომ ვენდობით ერთმანეთს. აი მე წავსულავ თქვათ კასეტის ყდის დიზაინის სანახავად და მამუკასთვის დამირეკავს. ეს უბრალოდ
კონტრაქტის გარეშეც რომ ვიმსჯელოთ, ხო? ეტიკეტის დაცვა რომ დაურეკო ადამიანს რომელთანაც თანამშრომლობ, რომ აი მამუკა ესე ხო არ ნახავდი. არა, მე გენდობი უთქვამს. კი, მაგრამ ეს იყო ანიმაციური კლიპი გიგა, ანიმაციური კლიპი, რომელიც აღარ მახსოვს იმ ადამიანის გვარდასახელი, თვალწები შენგელია, ხო? ვინც იმუშავა. ზაურ შენგელია ანიმატორია. ხომ იყო მოსალოდნელი რომ ამ ხელაში რომა ჩაყრილი იყო წყალში, ელემენტარულად გიგას არ მოეწონა და გათავდა. რომ გეტყვი გაუფერადებელი ნახევრამდე არ იყო მიყვანილი კლიპი ამ პერიოდში, რომ აი მე შენ სიურპრიზს გიმზადებდი, ამდენი ხანი არ გეუბნებოდი და მე შემეძლო მეთქვა, რომ არა, მე ეს კლიპი არ მომწონს. მართლაც ასეთი ბავშვი იყავი, როგორც იმ კლიპშია? ხო, ვიზუალურად? ვიზუალურად. კი, ესეთი ვიყავი, იმიტომ რომ ფოტოებიედო მაგიდაზე რაღაც ინტერვიუდან მე ჟურნალისტმა დაუტოვა მამუკა ღონს და იქიდან იხმწვანელეს მე მგონი. გასაგებია. ლაშა გაბუნია შემდეგი. აქ ხო საუბარი მწერვალებზე, სადაც შენახსენი გიგა სტინგის მწერვალი და ლენონის და ასე შემდეგ მწერვალი, მე ვისურვებდი რომ შენი სახელობის მწერვალი ყოფილიყოს და ახლა ესეთი ფრაზა გამახსენდა ალბათ ჩვენთვის ყველასაც საყვარელი ლენონის, როდესაც რაღაც კითხეს ერთხელ და თავის თავზე დასთქვა რაღაც ცოტა ირონიულად ლენონზეა ლაპარაკი. ხო. რომ ყოველი სახელგანთქმული იდიოტის უკან დგას დიდებული ქალიო და ამასთან დაკავშირებით შენ რა შეგიძლიათ? არის ესეთი ქალი შენ ცხოვრებაში? რამდენი თუ ერთი არის? რომ გიგა სახელგანთქმული იდიოტია. არა, მე თავის თავზე უნდა კაია, იცი რა, ყველაფერი რაც აი ამ დონეზე არის, იუმორის დონეზე ყველაფერი სახალისოა. კარგია, მე მომწონს. ბაჯონის უკან არ ვიცი. იდგა რა ერთი. ჩემს უკან რამოდენიმე ქალი მუზის სახით რა თქმა უნდა იყო და კი. და თქვა ანუ სიმღერებს თვითონ რო გითხრა ადრესატები ყავს მეთქი, ხო? აი ვინმესადმი მიძღვნილია, ესე არ არის, მაგრამ ემოციური დატვირთვა, რაც თქვა იმ ურთიერთობის დროს განვიცადე, შეიძლება იყოს სიმღერაში. ამ შეიძლება რაღაც იდეალური ქალზე იყოს სიმღერაში საუბარი, თქვათ. არის რამე, ჩემ რომელიმე სიმღერაში იდეალური? არა, მე გეკითხები. არ ვიცი, იცი რა, აი როგორც ავწერ იმ ფორმით ვიგრძე. იდეალურ ქალზე, იდეალური ქალი როგორია, არ ვიცი, ჯერ არ მიპოვნია, ესე მინდა რომ იყო. ვია პირველ რიგში მოიკითხა ყველა პრესის ჟურნალისტები და დიდი სიყვარულით და პატივისცემით მოგეკითხა მისი ადგილი ეგრეთ ცარიელია დღეს ხელი დაუგნიათ ვინი ჩვენი ჟურნალისტები გიგა მე მაინტერესებს გარდა იმისა რომ კატო იყო შენი მეგობარი და ეს სიმღერა თავდაპირველად ჩაიწერა ეხლა არის გრძელდება ეს მეგობრობა რა თქმა უნდა მეგობრობა ყოველთვის მარადიულია ჯანსაღი მეგობრობა და გარდა იმისა რომ თქვენ იყავთ მეგობრები და თავიდან ეს იდეა წამოვიდა მეგობრობიდან იყო თუ არა ერთგვარი მედიატორი კატო შენსა და მამუკა ღონს შორის იმიტომ რომ კატო უკვე მაესტროს სახე იყო მანამ სანამ შენ გაწევრიანდებოდი ამ კრეატივ მედიატორი ხო იცი რა არის გიტარაზე რო უკრავ კარგი ჰომონიმებიც არსებობს კიდე კატოს და ჩემი მეგობრობა ძალიან ადრე დაიწყო ზუსტად გეტყვი იგი მაესტროში არ მუშაობდა საერთოდ ეს ვიცი ყველაფერი იმიტომ გეკითხები ზუსტად ხო და მამუკა ღონმა საერთოდ არ იცოდა ეს იდეა რომ ჩავწერეთ უბრალოდ ვაშვენეთ პირამიდები და ხო და ამას ვამბობ ზუსტად ეს ხომ არ იყო ერთგვარი მოხერხებული ფანდი ანუ ჩემიდან გამომდინარე ხო გადადგმული ნაბიჯი მამუკა ღონტამდე მისასვლელი ეს იყო უბრალოდ ჩემი მეგობარი კატოს დიდი სურვილი დიდი ხანი უნდოდა რომ ჩვენ ჩაგვეწერა ერთად რაღაცა სიმღერა რომელიც ჩაიწერა ანუ ეს დიდი ხნის ოცნება ასრულდა მას შემდეგ რაც კატო უკვე მაესტროს სახე გახდა და მაესტროს პროდიუსერი იყო მამუკა ღლონტი რომელიც იყო ძალიან კარგი პროდიუსერი და მე მაინტერესებს ეს ვერ მოხერხდა და იმიტომ ვერ ჩაიწერა ამდენი ხნის განმავლობაში თუ იყო ეს ერთგვარი წინ გადადგმული ნაბიჯი იმიტომ რომ იცოდი რომ არა ამაზე მართლა არავის არ ვფიქრე ანუ არა აი ესე უბრალოდ იქიდან მოყოლებული რაც გითხარი შემდგომ დაგვირგვინდა ამით ანუ
მამუკა გონტი არაფერში არ იყო და არც გათვლილი არ მქონდა არც მე და არც კატოს. ანუ ეს იყო უბრალოდ გაგიღიმათ. და კიდევ ერთი მამუკამ გაგვიღიმა, ბედმა გაგვიღიმა. და ერთი კითხვა. თქვენც იღიმით რა კაია ღმერთო. შენ საუბრობდი რამდენიმე ხნის წინ მუსიკოსისთვის თავარია სტიმული და უნდა აძლევდეს ვიღაც სტიმულს ეს არის. და როგორ ფიქრობ შენთვის არის იყო სტიმული მამუკა გონტი და სტუდია მაესტრო? რა თქმა უნდა. კი, რომ არა მამუკა გონტი და რომ არა სტუდია მაესტრო, მე გეტყვი რომ ჩემი გაკეთებული ანიმაციური კლიპი ალბათ მოგეხსენება, სხვა პოეტი ვერ მოგიძღვნის, ჩემი ხელებით და გავაკეთე ეს კლიპი, ძალიან ბევრი ვიშრომე და ჩემი ბოლოც დაიყო. იმიტომ რომ აი ზუსტად ლიზას დასმულ კითხვაზე მინდა აი ესე გავცე ორივე კითხვას პარალელურად პასუხი რომ აი ეს იმიტომ ვიყავი ნაწყენი ზუსტად რომ ამდენ შრომობდი ანიმაცია ვისწავლე ბოლოს და ყველაფერი ვისწავლე დედაბუდიანად და არავინ არ მაგწევდა ყურადღებას და ეხლა არ ვყოფილიყავი ცოტათი მაინც ნაწყენი გიგა რატომ ხარ ბოროტი? ეს არ ეხება ეხლა აი ამ პასუხს. მე ვარ ბოროტი. ბოროტი ხარ, იმიტომ რომ მე უყურებდი მაესტროს პაპარაცი იყო მე მგონი მაესტროს არხზე და გადაღებას არ მინდა სხვა, ხო? კომკავშირის ალეაზე რო იღებდით კლიპს და კატო რო იყინებოდა იქ ციფრიფანა კაბაში და შენ რო ისე ბოროტად იცინოდი, იმიტომ გეცვა თბილი კურტკა ის იყო აი ყველაზე ცივი დღეები რო იყო აი ეხლა. ყველაზე ისე კი ეს კატო რო იყინებოდა. ხო და შენ გიხარო მეგობარი ვარ, გამეხადა და აი მეც გავიყინები და იყო კადრები იქა. აი მე არ ვიცი. სადაც მე ვიყინებოდი, შენ არ. არა, ეთქობა ეს კადრები მე არ მინდა. როგორ არ ჩაგდივარ? მე უყურებდი კატოს. მე არ ვიცი რა, ვიცი დარდით კვდებოდი და ესეთი კითხვა მაქვს პატარა ისეთი პროვოკაციულად შეიძლება. რატო არ გადაიღე მაგალითად შენ ჯაბაკილაძე თამაშობს ხო? მე მგონი გმირს. რატო არ გადაიღე თამთე ჭელიძე თუნდაც? აი ამ წყილში ხო ისინი ხო ერთმანეთს ხვდებიან. სიმართლე გითხრა, აი ეს უფრო თითქოს ისეთი იქნებოდა ხო? ბუნებრივი. ტანდემი როა კლიპი ხო? ხო. მე აი ამ იდეას არ მივესალმები არასოდეს. მათთვის არ მithქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეგობრები არიან, ძალიან ვაფასებ. აი ძალიან არ მიყვარს რა. თუ გინდა ეს ეროტიკა და სექსი და რაღაცა, აი მე მაგალითად ჩემ ცოლთან ცოტა არ გადავიღებდი. შემდგომში არ იყო ეროტიკა, უბრალოდ იყო ეს სიყვარულის ისტორია იყო, ხო, რამდენადაც მიუქთი. ბოლო კლიპზე ალბათ შენს კლიპში და ხო და რატო უნდა გადამეღო მისი მეუღლე ვერ გავიგე. ნუ რაღაც უფრო ისეთი ცხოვრებისეული იქნებოდა მაშინ. ლიზა, 21 საუკუნის საქართველოში ვარ ჩვენ ახლა. ნიკოლ კიდმანს და ტომ კრუზს ერთად ფილმში ხო გადაუღას წელი. კი, მაგ ის არის კუბრიკის გადაღებული და ეს არის და ბოლო კითხვის დასმის ერთი პატარა რეპლიკას ავიკითხო, ასე იგი გიგა ან ანიმაციურ კლიპში უნდა იყოს, ან ორჯერ გამოჩნდეს კადრში. ისეთი კლიპი უნდა იყოს მისი და მე მაინტერესებს რას ფიქრობს თვითონ ამაზე, როცა სოლო კლიპი პრაქტიკულად მას არ აქვს. რას ფიქრობ რას? ისე მიენდო. რა ვიცი, აი თავიდანვე არ მქონია ეს სურვილი კლიპებთან დაკავშირებით, რომ მე ვიყო წინა პლანზე, ან მე უმღერი და ახლა მე ვარ. არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ იგივე თუ არ გაგაღიზიანებთ კიდე დასავლეთში წავალ რა რომ ინდივიდუალიზმი ინგლისში მაგალითად დაიკარგა რა აი თქვათ მობი ხო სულ ყველაზე არ არის მობი არ არის თქვათ მის კლიპებში არ ფიგურირებს ვიღაცები არიან და მობი შეიძლება გაიაროს და აი ეს არის რა ესე უფრო ხელწერა კლიპებში ჩანს შენ Bad Boy Slim ხატია რა кай გოგო და თემის უსმენთ ბოლოს გადაღებულ კითხვას უბრუნდები ისე, მაგრამ მეც მაინტერესებდა და ჩემი კუთხით მაინც დავსვა. იგივე აი ამ კლიპზე, ანიმაციაზე რა, აი სიმღერასთან შედარებით არის ძალიან სუსტი. რაღაცა საბჭოური პერიოდის საშუალო დონის იმას რა მულტფილმს ანიმაციაზე არის შესაძლებლობა რომ შეიცვალოს ან იგივე შენც აკეთებ თურმე და იქნება პროცესი გააკეთოს. რა უნდა შეიცვალოს ნუ გადავი. ძალიან ბევრი. შეგვაყოფილი ხარ მაგრამ
მე ვარ აი პირდაპირ ყველაფერი ეს მომენტი რომ სუფიზი იყო ესე ნახე რაღაცა თავის მეგობრობის გათვალისწინებით ყველაფერი მაგრამ ყველაფერი ხო შედარებითია ანუ საქართველოში რაც ხდება იმას ყველაფერს გადავხედოთ და მე აქეთ გადმოვხედოთ და ეს არის უკვე პასუხი გაცემული არა ეს ასეთ მიმდევრ შეიძლება ყველაფერზე თავი გავიმართო ძალიან მინდა რომ პისტოლა არის ისეთი ეკონომიური იგივე კონცერტის ჩატარება ჰიპოთეთან შედარებით არის უფრო რთული გასაგებია ეს თავის გასამართლებელი ისინი არის რა საქართველოს გასაგებია მაგრამ არის შესაძლებლობა რომ გამოვიცვალოს ეს გამოწვევდი აი შესაძლებლობა ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა მაგრამ აი იმაზე შემიძლია დაგეთანხმა რომ მიკეთებდნენ თქვა ისეთ კლიპებს რაც მე ვიცი შინაგანად რომ მინდა იმის შესაძლებლობა უბრალოდ არ არის თორე ხო გავაკეთე მე არის აი რასაც უყურე ხო არის ეს კლიპები ანიმაციები თუ აი ახალგაზრდა ბიჭები აკეთებენ სახში თავისით არ არის ეს სიტუაცია ხო რომ მაგაზე წაიკლები ვერ გააკეთე იცი რა ეს არის უბრალოდ ეს ახალგაზრდა აღიარება შეგიძლია რომ ეს კლიპი სუსტია სიმღერასთან შედარებით არა მე შემიძლია ერთადერთი რაღაც თქმა უბრალოდ რომ შენ შეიძლება გაღიზიანებს ძალიან პრიმიტიულია თვითონ ფაქტურად სიუჟეტი გაღიზიანებს რომელმაც ძალიან გაახარა ძალიან ბევრი ბავშვის გული 2 წლის 1 წლის და აი ძალიან ბევრი ბავშვი არის უბრალოდ გახარებული რომელიც ინსტინქტურად ცეკვავს რა მასტიბული ყოფილიყო ვაფშე გაიქნებოდა არა რა ეხა ეგ არაფერს გვაქვს მე გასაგებია დიდი მადლობა თქვენ გამწევა ნელ-ნელა დასასრულს მივახლო და მე მინდა გიგამთობთ ეს რომ წარმატება 13 მაისს კონცერტზე კონცერტი ძალიან სასიამოვნო იქნება და ჩვენთვის კარგად დასამახსოვრებელი დიდი მადლობა გიგას სტუდიაში მობრძანებისათვის სამი ბედნიერი ასევე ჩვენს ჟურნალისტებს დიდი მადლობა ტელემაყურებლებს გასავთ პრესი დასრულებულია ჩვენ განშიდოებით.